1 ვატი. ხო, განსხვავება რეალურად ამორს შორის დავლეწე რაღაც. ამორს შორის განსხვავება არის ეგ. ამაში არის მაქსიმუმი 250 მილივატი, ამაში 1 ვატი. თუმცა არის ერთი მარტივი ხრიკი, რომელიც ყველაფერი მოვაგვაროთ. მოდული, რომელიც შეიძლება დააყენო უკან. ნუ მოკლედ. აქ ამაგრებ მოდულს, იქნება 1 ვატიანი, იქნება 2 ვატიანი. ხო, ერთი და ზომათი ხო განსხვავებულია, ამხელა არის, არა, ეს უზარმაზარია. მაგრამ ერთნაირი ბატარეები და ფაქტობრივად ჩიგით. ხო, ეს რა არის? ოკეი. ეს არის TBS Crossfire-ის მოდული. როდესაც შენ გაქვს პულტი ILRS-ზე, ანუ მუშაობს ILRS-ი არის რადიო გადაცემის სისტემა, მართვის სისტემა პულტის, დრონის მართვის სისტემა პულტზე, რომლითაც ახორციელებს მართვას. პირობითად მომინდა 7 ინჩიანით ძალიან შორს ფრენა, ამიტომ TBS Crossfire იყოს. რა, იმენ არ მევასება, რომ შორს ვიფრინო ILRS. მაგაზე დეტალურად მომავალში. როგორც გითხარით, კომენტარებში დაწერეთ კითხვები და თუ ძალიან მომწონებთ თქვენი კითხვა, საუბრობთ ყველა კითხვას გავცემ პასუხს. ეგზისტენციალური კითხვებს არ ვართ. როგორც გითხარით, ეს არის ILRS მოდული. მაგრამ ILRS მოდულს არაფერი მინუსი არ აქვს, ძალიან კაი არის. უბრალოდ მინდა Crossfire-ის გქონდეს. მაგისთვის, უკან, წერადასაც ვამაგრებდი, მოხსენი და ჩვენი ეს მოდული, ჩავსვი შიგნით. ეგ არის. ეხლა ჩემი პულტი არის როგორც ILRS-ი, ასევე არის Crossfire. მოკლედ HTX-ი არის როგორც Windows-ი კომპიუტერისთვის არის პულტებისთვის, განსაკუთრებით Radio Master-ში ყოველთვის HTX-ი არის. პულტი რომელიც ღირს თავისი ფასი, ისევე როგორც ნებისმიერი Radio Master-ის პულტი ალბათ ვაღიაროთ. და TX12-იც კი ძალიან მაგარია. TX16 ეს რომელსაც ტრაქტორს ვეძახი, იმიტომ რომ ტრაქტორია.